წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომლის შესახებაც ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ მეფეები იქ ოქროს საწმის და ზღაპრულ სიმდიდრეს ინახავდნენ. ქვეყანა, საიდანაც ხმელთაშუა ზღვამდე მიედინებოდა ხეთყე, ძვირფასი ლითონები, თაფლი და ღვინო. და მაინც 1500 წლიანი არსებობის შემდეგ ამ ქვეყანამ თავისი ქალაქების ნაწილი დაკარგა. მისი მოსავლიანი მინდვრები დატბორილ ჭაობებად იქცა, ხოლო პოლიტიკური ძალა საგრძნობლად დაუქვეითდა. ამ ქვეყანას კოლხეთი ერქვა. რატომ დაეცა იგი? პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვანი, რადგან ეს მოხდა გარემოებათა მთელი ჯაჭვის გამო. გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონულ ძალთა წონასწორობის ცვლილება და კიდევ ერთი მიზეზი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. დღევანდელ გადაცემაში შევეცდები დეტალურად ვილაპარაკო ამ ყველაფერზე. ყველა ამ კონკრეტული მიზეზის ახსნა საშუალებას მოგცემს აღვადგინოთ ამ დრამატული ისტორიის სურათი და სრულად გავიაზროთ იგი. მოგეხსენებათ, კოლხეთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა და მისი მიწები დღეს განფენილია სამი ქვეყნის: საქართველოს, თურქეთისა და რუსეთის ტერიტორიებზე. ეს იყო სანაპირო ლანდშაფტი, ვიწრო სანაპირო ზოლის უკან მდიდარი დაბლობები, ტენიანი ტყეები და მდიდარი დელტური ჭალები. სწორედ მდინარეები, განსაკუთრებით რიონი, ქმნიდა ვაჭრობის შესაძლებლობას. კოლხეთის სტრატეგიული ღირებულება რამდენიმე რამით განისაზღვრებოდა: ოქრო, გემჩენებლობისთვის შეუცვლელი ხეთყე, რკინა, ფერადი ლითონები და შავი ზღვის სავაჭრო გზებზე წვდომა, რომლებიც კავკასიას ბერძნულ სამყაროსთან და სხვა რეგიონებთან აკავშირებდა. არქეოლოგიური მასალა გვიჩვენებს, რომ კოლხეთი არ ყოფილა პერიფერია. ქობულეთის ფიჭვნარსა და სხვა ადგილებზე გათხრებმა გამოავლინა აქტიური ვაჭრობა ბერძნულ კოლონიებთან. ძვირფასი ნივთები და ძლიერი ადგილობრივი სახელოსნო ტრადიციები. უკვე ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლების განმავლობაში კოლხეთის ტერიტორიაზე ჩნდება ქალაქური დასახლებები და გამაგრებული ცენტრები, რომლებიც აქტიურად ურთიერთობდნენ ბერძნებთან და შიდა კავკასიურ სამეფოებთან. ეს კონტაქტები ერთდროულად ავითარებდა კოლხეთს და ასევე მას ფართო გეოპოლიტიკურ თამაში რთავდა. იმისთვის, რომ დავინახოთ თუ როგორ დაეცა კოლხეთი, საჭიროა გადავხედოთ მის პოლიტიკურ ისტორიას. ძველი წელთაღრიცხვის მე-17-მე-15 საუკუნეები. ეს არის დრო, როდესაც იქმნება ძველი კოლხეთის სამეფო, რომლის შესახებ სამწუხაროდ ბევრი რამ ლეგენდების და მითების ბურუსით არის დაფარული, რადგან არ ტარდება სათანადო არქეოლოგიური კვლევაძიება. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეები ეს არის დრო, როდესაც ბერძნები იწყებენ კოლხეთში კოლონიების შექმნას და მათი ურთიერთობა ინტენსიური ხდება. ამ დროს უკვე ფორმირდება მკაფიოდ შესამჩნევი კულტურულ-პოლიტიკური სივრცე. ბერძენი ავტორები უკვე ასახელებენ კოლხურ ქალაქებსა და სხვა ცენტრებს, მათ შორის ფაზის, დიოსკურიას, პიტიუნს და ასე შემდეგ. ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-4 საუკუნეები. ბერძნები ქმნიან სავაჭრო ემპორიებს. კოლხეთი ერთიანდება ეგეოსურ სავაჭრო ქსელებთან. ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნეები ეს არის დრო, როდესაც აქემენიდური ირანის გავლენა ძლიერდება რეგიონზე. ერთდროულად ძლიერდებიან ამ დროს სომხეთის და იბერიაც. მოგვიანებით იჩენს თავს კიდევ სხვა ძლიერი ძალა, ელინისტური სამეფოები, განსაკუთრებით პონტოს სამეფო შავი ზღვის სამხრეთით. ძველი წელთაღრიცხვის მეორე-პირველ საუკუნეებში პონტოს სამეფო მითრიდატე მე-6-ის ხელმძღვანელობით აგრესიულად ფართოვდება. სომხურ-იბერიული მეტოქეობა ცვლის კავკასიის რუკას, ხოლო პირველი საუკუნის ფარგლებში რეგიონში შემოდის რომი, რომელიც სრულიად ცვლის მანამდე არსებულ პოლიტიკურ ბალანსს. ახალი წელთაღრიცხვის პირველი-მეორე საუკუნეები ეს ის პერიოდია, როდესაც კლასიკური კოლხეთის ურბანული ცენტრების ნაწილი სუსტდება, ქვეყანა ფაქტიურად ცალკეულ რეგიონებად იშლება და გადადის ჯერ რომაული, ხოლო შემდეგ ბიზანტიური გავლენის ქვეშ. მოდი ახლა მივყვეთ დეტალურად. აუცილებელია, რომ დაწვრილებით მიმოვიხილოთ მთავარი რეგიონული მოთამაშეები და ის თუ როგორ მოქმედებდნენ ისინი კოლხეთზე. აქემენიდური სპარსეთი, ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-4 საუკუნეები. მისი დასავლეთი ფრონტი მოიცავდა კავკასიასაც, რაც მქმნიდა
ეკონომიკურ კავშირებს და პერიოდულ სამხედრო ზეწოლას. სპარსეთის მმართველობა ხშირად არ იყო პირდაპირი. შავი ზღვის სანაპიროს ბევრ მონაკვეთზე გავლენა უფრო ირიბი იყო, ვიდრე პირდაპირ ადმინისტრაციული. მაგრამ ეს ირიბი გავლენა აიძულებდა კოლხეთს ჩართულიყო უზარმაზარი იმპერიის ეკონომიკურ სისტემაში. იქნებოდა ეს ხარკი, სამხედრო დახმარება თუ დიპლომატიური კავშირები. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა კოლხეთის ელიტაზე და მის სავაჭრო მოდელზე. რაც შეეხება ელინისტურ სამეფოებს და ბერძნულ ქალაქებს, საუბარია ძველი წელთაღრიცხვის მე-3-მესამე საუკუნეებზე, ჩვენ ვიცით, რომ ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ შავი ზღვის რეგიონში მრავალი პატარა ელინისტური მმართველი და ბერძნული სავაჭრო ქალაქი ცდილობდა გავლენისთვის ბრძოლას. ფაზისიდან, დიოსკურიიდან და კოლხეთის სხვა ქალაქებიდან ბერძნებს გაჰქონდათ ადგილობრივი ხეტყე, ლითონები და სხვა რესურსები ბერძნულ სამყაროში. სანაცვლოდ კი შემოჰქონდათ კერამიკა, ქსოვილები და ფუფუნების ნივთები. ეს ვაჭრობა აძლიერებდა კოლხეთის სანაპირო ქალაქებს, მაგრამ მათ ამავე დროს დამოკიდებულს ხდიდა საზღვაო მარშრუტებზე და თუ ეს მარშრუტები შეიცვლებოდა ან ბაზრები სხვაგან გადავიდოდა, მთლიანად ირღვეოდა ეკონომიკური სტაბილურობა. პონტო თავდაპირველად პატარა ადგილობრივ სამეფოდ ჩამოყალიბდა შავი ზღვის სამხრეთში, მაგრამ მითრიდატე დიდის დროს ის გახდა უძლიერესი მოთამაშე რეგიონში. მითრიდატე აგრესიულად იპყრობდა შავი ზღვის სანაპირო ქალაქებს, ქმნიდა ვასალურ ქსელებს და ცდილობდა შავი ზღვის აუზის სრულ გაკონტროლებას. ამ სიტუაციაში კოლხეთს ჰქონდა სამი არჩევანი: ან უნდა გამხდარიყო პონტოს ვასალი, ან უნდა გაეწია წინააღმდეგობა და ამით მიეღო პონტოს მხრიდან სამხედრო აგრესიის რისკი, ან კიდევ გადაეწყვიტა რომის მოკავშირეობა პონტოს წინააღმდეგ. სამივე სცენარი საკმაოდ რთული და სახიფათო იყო. პარალელურად კავკასიის ტერიტორიაზე გეოპოლიტიკურ შეჯიბრებაში ერთვებიან სომხეთი და იბერია. ისინი ცდილობდნენ მთელს კავკასიაში სავაჭრო და სტრატეგიული გზების საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევას. მათთვის კოლხეთი იყო შავ ზღვაზე გასასვლელი. კოლხეთი იყო რესურსები, კოლხეთი იყო გავლენის გაფართოების სივრცე. მაგრამ ისინი ამ სამეფოსთან მხოლოდ სამხედრო დაპირისპირების გზას არ ირჩევდნენ. არამედ ცდილობდნენ მასთან მოკავშირეობის მიღწევას დინასტიური ქორწინებებით და სხვა დიპლომატიური ნაბიჯებით. რაც შეეხება რომს, იგი რეგიონში შემოვიდა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში პონტოსთან მრავალწლიანი ომების შემდეგ. რომაული დომინაცია ნიშნავდა პორტების სამხედრო კონტროლს, ადგილობრივი მმართველების და მმართველობის სისტემის შეცვლას და ვაჭრობის გადამისამართებას იმ ადგილებში, რომლებიც რომს აწყობდა. ეს ქმნიდა შავი ზღვის და კავკასიის რეგიონებში ძალთა ახალ ბალანსს, რომლის პირობებშიც კოლხეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სულ უფრო უჭირდა. ანუ მოკლედ რომ თქვათ, რეგიონის დიდი მოთამაშეები კოლხეთზე სამი მხრივ მოქმედებდნენ: პირდაპირი სამხედრო ზეწოლით ან ოკუპაციით, ვაჭრობის გადამისამართებით და პოლიტიკური სისტემის ცვლილებით. მაგრამ კიდევ ერთი არსებითი მიზეზი, რომელიც გადაცემის დასაწყისში ვახსენე და რომლის შესახებ მაყურებელმა თითქმის არაფერი არ იცის, ეს არის კლიმატის ცვლილებები. კერძოდ, ზღვის დონის აწევა, სასოფლო-სამეურნეო მიწების დაჭაობება, დელტების და მდინარეთა კალაპოტების გადაადგილება, რამაც კოლხეთის ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა. მრავალი შესაბამისი კვლევა და გეოარქეოლოგიური რუკები ასახავენ იმ სინამდვილეს, თუ როგორ შეიცვალა რიონის დელტა და შავი ზღვის სანაპირო ამ პერიოდში. ორი ძირითადი შედეგია აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: ზღვის დონის მატება და სანაპიროს ტრანსგრესია, რამაც გამოიწვია სანაპირო ზოლის შემცირება და მანამდე მდიდარი მოსავლიანი მიწების დატბორვა და შემდგომი დაჭაობება. და მეორე დელტის დინამიკის ცვლილება და ლაგუნების გაფართოება. რიონის დელტა განიცდიდა მუდმივ ცვლილებებს. პალიოსტომის მსგავსი ტბები დროთა განმავლობაში იზრდებოდნენ და შესაბამისად ისინი იკავებდნენ იმ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომლებიც ერთ დროს ძალიან შემოსავლიანად ითვლებოდა. გეოარქეოლოგიური სამუშაოები ფაზისისა და ფიჭვნარის მიდამოებში გვიჩვენებს, რომ ძველი ნავსადგურების ლანდშაფტები მუდმივად განიცდიდნენ ცვლილებას და ზღვის დონის მატების გამო ხშირად მახინჯდებოდა და საერთოდაც ნადგურდებოდა ძველი ურბანული კვარტლები.
ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საიმონ კონორისა და მისი კოლეგების პალეოეკოლოგიური კვლევების შავი ზღვის სანაპიროზე. პოლიენის, ტორფისა და ნალექების გამოყენებით ეს კვლევა აჩვენებს მცენარეულობის ცვლილებას, კერძოდ ჭაობის მცენარეების არეალის გაფართოებას და პერმანენტულად შემცირებულ ინტენსიურ სოფლის მეურნეობას გარკვეულ საუკუნეებში. უბრალო ენით რო ვთქვათ, მანამდე ნაყოფიერი, კოლხური, სახნავსათესი მიწები და საძოვრები თანდათანობით ჩაანაცვლა ჭაობებმა და დაჭაობებულმა მიწებმა. როგორ აისახება ეს ყველაფერი მაშინდელ ადამიანზე? როცა სოფლის მეურნეობის მიწები ცირდება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შემდეგ სავალალო შედეგებს. ზარალდება ეკონომიკა. ნაკლები მოსავალი ნიშნავს შემცირებულ საკვებ მარაგს, შემცირებულ გადასახადებისგან მიღებულ შემოსავალს და ნაკლებ რესურსებს ჯარისა თუ ურბანული ელიტის მხარდაჭერისთვის. ეს იწვევს ასევე მოსახლეობის მიგრაციას. აქ ასევე სახეზეა ჯანმრთელობის და ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჭაობების ზრდას თან მოაქვს მავნებელი მწერების გამრავლება და ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიც არის მალარია. ნავსადგურები ან გამოუსადეგარი ხდება, ან საერთოდაც იძირება წყალში. შესაბამისად, ვაჭრობა რთულდება და ძვირდება. ეს სამი რამ საბოლოო ჯამში იწვევს კოლხეთის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მნიშვნელოვან დასუსტებას და ეს ყველაფერი ხდება ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მისი მეზობლები პირიქით მკვეთრად ძლიერდებიან. მოდი შევხედოთ კონკრეტულ არქეოლოგიურ ცენტრებს. ქობულეთის ფიჭვნარი ეს არის მნიშვნელოვანი მრავალშრიანი ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში. აქ მრავლადაა ბერძნული იმპორტი და ადგილობრივი კოლხური ნაკეთობა, რომელიც აჩვენებს ინტენსიურ საერთაშორისო სავაჭრო კავშირს. თუმცა ფიჭვნარის გარშემო ნიადაგის კვლევები აფიქსირებს ჭაობურ თვისებებს, ნიშნებს, რომ სანაპირო გარემო ძალიან დინამიური იყო. ადგილები, რომლებიც ერთი საუკუნის განმავლობაში სუფთა და მშრალი იყო, შემდგომ საუკუნეში შესაძლოა მთლიანად დაჭაობებული გამხდარიყო. ეს ცვლილებები ემთხვევა იმ პერიოდებს, როდესაც სანაპირო ქალაქები ყოველდღიურად ხდებოდა საცხოვრებლად უვარგისი. ფაზისის ტერიტორიაზე გეომორფოლოგიური კვლევები ადასტურებს რიონის დელტის გადაადგილებას და იმ სავარაუდო ადგილებს, სადაც არსებობდა კლასიკური ფაზისის ნავსადგური. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფაქტები, როდესაც ნავსადგური ან მისი რაღაც მნიშვნელოვანი მონაკვეთი გამოუსადეგარი ხდებოდა, თუ კი ბუნებრივი პირობები ამის შესაძლებლობას იძლეოდა, კოლხებს სხვაგან გადაჰქონდათ პორტი, მაგრამ თუ კი ამის შესაძლებლობა არ იყო, მაშინ ისინი იძულებულები ხდებოდნენ, რომ პორტი საერთოდ დაეხურათ. კონორისა და მსგავს ავტორთა მონაცემები გვიჩვენებს, რომ გარკვეულ პერიოდში ნიადაგის დაჭაობება ეს არ იყო კონკრეტული ლოკალური პრობლემა, არამედ ეს იყო რეგიონული ეკოლოგიური პრობლემა. მაგრამ ჩვენ ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ეკოლოგიური და პოლიტიკური გამოწვევების გამო კოლხეთმა ერთბაშად შეწყვიტა არსებობაც და ყველაფრის წარმოებაც. არა, კოლხეთი მაინც აწარმოებდა ღირებულ პროდუქციას და მაინც გაქონდა ექსპორტზე ძვირფასი ლითონები, ხე-ტყე, თაფლი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ეს ყველაფერი ჩანს არქეოლოგიური კვლევების შედეგად, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა იმოქმედა მის წარმოებაზე. ამ დროიდან წარმოება უფრო ფოკუსირებული იყო სანაპირო ნიშებზე და ნაკლებად ფართო აგრარულ ბაზაზე. სახელმწიფო, რომელშიც არის საკვები პროდუქტის დეფიციტი, რა თქმა უნდა, მას შეუძლებელია, რომ ყავდეს ძლიერი ჯარი. ასევე შეუძლებელია, რომ მან შეინარჩუნოს პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ერთგულება, ან აწარმოოს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა ეს ასპექტი კი როგორც ახლა ისე მაშინაც აუცილებელი იყო ქვეყნის პოლიტიკური ძლიერებისთვის. საბოლოო ჯამში ის, რაც დაემართა კოლხეთს, ეს დაემართა არა უეცარი გრანდიოზული კოლაფსის შემდეგად, არამედ გრძელვადიანი და თანდათანობითი ჩამოშლის შედეგად. პოლიტიკური ფრაგმენტაცია, ეკონომიკის დასუსტება და ქვეითება და კოლხეთის ჩართვა უფრო დიდ სახელმწიფოთა ადმინისტრაციულ სისტემებში, ჯერ პონტოს გავლენის ქვეშ, შემდეგ კი რომაული სტრუქტურების და ადმინისტრაციული წესრიგის ჩარჩოებში, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სახელმწიფოს დაცემა. აქ ზოგიერთი მკვლევარი უფრო მაინც საგარეო ფაქტორს უსვამს ხაზს, კერძოდ სამხედრო პოლიტიკურ ფაქტორებს. სხვები მაინც გარემოს ცვლილებებზე აკეთებენ აქცენტს.
არაა სრული კონსენსუსი ზღვის დონის მატების ქრონოლოგიაზეც და იმაზეც, თუ რომელმა პროცესმა უფრო დიდი წვლილი შეიტანა კოლხეთის დასუსტებაში. აქ გასათვალისწინებელია შემდეგი რამ, რომ ერთჯერადი კატასტროფული შავი ზღვის დონის ცვლილება, რომელიც თითქოს კოლხეთის განადგურებას გამოიწვევდა, თანამედროვე კვლევები ნაკლებად დასტურდება. მტკიცებულებები მიუთითებს არა უეცარ ასეთ ზღვის დონის მატებაზე, არამედ თანდათანობითი სანაპირო ზოლის ცვლილებებზე. ზოგი სანაპირო დასახლება გრძელვადიან ადაპტაციას ახერხებდა. ისინი დიდად წარმოებას ინარჩუნებდნენ კიდევ კარგ ხანს ადრეული ოქროს ხანის შემდეგაც. შესაბამისად, დაკნინება ერთნაირად არ შეხებია მთელ სახელმწიფოს. განსხვავებული ხედვები არსებობს ასევე ქართველ, რუს და დასავლელ მეცნიერებს შორის კოლხეთის სახელმწიფოებრიობის მასშტაბისა და ხასიათის შესახებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილით მოვეკიდოთ და სიფრთხილით გამოვიყენოთ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული პოზიციები ამასთან დაკავშირებით. რატომ დაეცა კოლხეთი? ეს კითხვა ლაიტმოტივად გასდევს ამ გადაცემას და ამის მეტნაკლებად სწორი პასუხი ალბათ გახლავთ ის, რომ მისი ბუნებრივი პირობები და გეოპოლიტიკური გარემო დაახლოებით ერთდროულად იწყებს ცვლილებას. ზღვის დონის მატებამ, ჭაობების გავრცელებამ, დელტების გადანაცვლებამ და ნიადაგის გამოფიტვამ გამოიწვიეს სახელმწიფოს ეკონომიკური გაღარიბება. ამავე დროს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აღმოცენებული ძლიერი ძალები, პონტო, სომხეთი, იბერია და საბოლოოდ რომი იყენებენ ამ სისუსტეს. ეს იყო მრავალფაქტორული ტრანსფორმაცია და არა უბრალოდ დაცემის ისტორია. კოლხეთი ნელ-ნელა იცვლებოდა მდიდარი სანაპირო ქალაქების ქსელის მქონე სახელმწიფო, რომელიც ბრწყინავდა ბერძნულ სავაჭრო სამყაროსთან კავშირში, გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელიც ახალი ჰეგემონების მიერ იყო გადანაწილებული და ახალ ეკონომიკურ რეალობებში ჩართული. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, თუ რამ გამოიწვია ამ დიდებული სამეფოს დაცემა. დღეს კი ამით გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.